საქმე წარმოადგენს სისტემური დანაშაულის ერთ-ერთ ეპიზოდს კოდექსის 154 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის A, B ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ბრალდებულები თავს არ ცნობენ დამნაშავედ ცებულება რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. მადლობა. სასამართლო გადადის მტკიცებულებათა გამო მოწმეთ ვიძახებ ნანა თეთრაძეს. მანდატურებს თხოვ შემოიყვანონ მოწმემ. ყოფთ წარუდგინეთ თავის სასამართლოს. მესმის რომ მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მაინც ხეს თქვენი მეუღლე სერგო თეთრაძე დააკავეს. თუ შეიძლება გაიხსენეთ, წარმოადგინეს თუ არა ოპერატიულმა თანამშრომლებმა საბუთები. არა. და ისე როგორ წარადგინეს თავი. თქვენი აზრით, რატომ დააპატიმრეს თქვენი ქმარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა? არ ვიცი. ქალბატონო ნანა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ადამიანმა, რომელმაც თქვენი მეუღლე დააკავა, გიბრძანათ ერთ ოთახში შეგროვილიყავით და მას შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. თუ შეიძლება გაიხსენეთ, ესწრებოდა თუ არა ამ ჩხრეკას მოწმე და თუ ესწრებოდა ვინ იყო ეს ადამიანი? ბრალდებას შეკითხვა აღარ აქვს. დაცვის მხარეს ხომ არ ექნება კითხვა მოწმესთან. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს დავით ლონდარიძეს. ბატონო დავით, თქვენ ჩვენებაში წერთ, რომ სამსახურეობრივი მივლინების დასრულებისთანავე სამხედრო პოლიციაში დაგიბარათ მეგის ქორელმა. სამშობლოს ღალატში დაგდეს ბრალი და აღიარების მიცემის მიზნით დაიწყეს თქვენი წამება. ადასტურებთ ამ ჩვენებას? ქალბატონო პროკურორო, გთხოვთ შეცვალოთ კითხვის ფორმა. ბატონო დავით, რა პირობებში იმყოფებოდით, როდესაც გთხოვდნენ აღიარებით ჩვენების მიცემას? გითხარით, ვისგან მიიღეთ ბრძანება, დაგეკავებინათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. იმყოფებოდა იქ. იქ იმყოფებოდნენ? რა იყო თქვენი დაბარების მიზეზი? მათ მტკიცებულება! ჩოცხალი! თუ შეიძლება თავი შეიკავეთ ემოციებისგან. თქვენ ვერსება. მტკიცებულება. ნივთ მტკიცება. რაც თქვენ სიტყვებს დაადასტურებს. მოწოდების აღდგენის შემდეგ. რამე ცვლილება ხომ არ შეგიმჩნევიათ სერგო თეთრაძისთვის? ოფიციალური მიზეზი არავის განუმარტავს ჩვენთვის, არაოფიციალური კი მე ვადასტურებ, რომ ჩემს იქ ყოფნის დროს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ბრალდების მხარეს თხოვ წარუდგინოს სასამართლოს მორიგი მოწმე. ვიძახებ მოწმეს სალომე შიხიაშვილს. ქალბატონო სალომე, ადასტურებთ თუ არა გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებას, სადაც წერთ წინასწარ ვიცოდი დაწესებულებაში ელექტროენერგიის გამორთვის შესახებ. ვადასტურებ. ვიცოდი დენი რომ ან უნდა გააკეთო ან უარი თქვა. ვისგან იცოდით? ზვიადისგან. გაითიშებოდა და თუ რამე რეაქცია ექნებოდა მისთვის მომეხსენებინა. მოახსენეთ? დიახ. რა რეაგირება მოაქთინა? ნუ სალომე და ახლა სად მუშაობთ? დღესაც იქ. გასაგებია. ბატონო მოსამართლე, კითხვა მაქვს. მინისტრს გადავცემდი სულ. ვიძახებ მოწმეს ვასილ ჯალიაშვილს. მოახსენეთ სასამართლოს სად მუშაობდით და რა პოზიციას იკავებდით სამსახურში 2011 წელს? კუდში. რას ნიშნავს კუდი? ყველა ვიცის რას ნიშნავს კუდი. მე ვიცი რას ნიშნავს კუდი. ახლა კი გთხოვთ. გვითხრით თქვენი სამსახურის დასახელება ისე, რომ სასამართლოსთვისაც გასაგები იყოს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პროგრამისტი და ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვასილ ჯალიაშვილი. ასე უფრო გასაგებია? გასაგებია, ბატონო ვასილ. შეგიძლიათ ვასკათი მომართ. მოპოვებული ინფორმაციის შესახებ. და საერთოდ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება თეთრაძის კომპიუტერიდან? და რა იყო ამ ოპერაციების მიზანი? მიზანი იყო რომ გითხარით თეთრაძის სახელით კიდევ რა სახის ოპერაციებს ახორციელებდით? რო დააკონკრეტოთ შეიძლება? შემიძლია. აი მაგალითად მიპასუხეთ. წერილების შინაარსს თქვენ ადგენდით? არა, როგორ გეკადრებათ? შინაარსი უკვე მოქონდათ, დაწერილი ლექსოს მოქონდა ხოლმე. და ლექსოს ვინ ავალებდა? ქალბატონო მაგდა. ადი ცოტა. განაგზეთ ქალბატონო პროკურორო. ხოლო ამით შემოიფარგლებოდა თქვენი როლი სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით? ანუ ყალფ აუდიო ჩანაწერებსაც ქმნიდით, ხომ? ბატონო ვასილ, თქვენო ღირსებავ, ბრალდებას აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. ქალბატონო თამარ, გთხოვთ უთხრათ სასამართლოს რა გაკავშირებდათ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან? როგორ და რა ვითარებაში გახდით მისი ადვოკატი? დამიკავშირდა მისი მეუღლე და მთხოვა სერგო თეთრაძის დაცვა განმეხორციელებინა. სამწუხაროდ მე ვერ უზრუნველყავი სერგო თეთრაძის სათანადო დაცვა. რატომ ვერ მოახერხეთ ეს? არ მომეცა საშუალება. სანაცვლოდ გარკვეულ შეღავათებს თავაზობდნენ. გითხარით რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ? მოახსენეთ სასამართლოს სად და როდის ნახეთ სერგო თეთრაძე ამ შეხვედრის შემდეგ? მე მას აქედან სამს ყავდა სახაზინო ადვოკატი, მხოლოდ მე ვიყავი ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი, მაგრამ მე ვერ შევძელი მისი დაცვა. სიტყვიერი მუქარის შემეშინდა. გთხოვთ წარუდგინეთ თავის სასამართლოს. დავით ანანიძე. ბატონო დავით, თქვენ ჩვენებაში აღნიშნავთ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლოს მიმდინარეობისას დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და მე, ანუ თქვენ. შეგიძლიათ თუ არა? გასაგებია. როგორ მოხდა თქვენი და ჩაპლიგინის ჩანაცვლება? აი ეგრე. შესვენებაზე ნამდვილი ჩაპლიგინი შემოიფონეს. მე კი გავედი. ხომ არ გახსოვთ ამ ჩანაცვლების პროცესს? რამე ეჭვი ხომ არ გამოუწვევია? არ ვიცი. თქვენს გარდა კიდევ ვის შეუძლია დაადასტუროს ფაქტი? მადლობთ ბატონო დავით. ბრალდებას აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის მხარეს შეუძლია დაუსვას კითხვები მოწმეს. შეგიძლიათ დაასახელოთ პიროვნება, რომელიც ახორციელებდა თქვენზე ზეწოლას. პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე და მივმართო რომ ის ძალიან დიდი წარმატებით იქნებოდა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ვინაიდან და რადგანაც მის წარმოსახვას და ფანტაზიას არანაირი ზღვარი აღარ გააჩნია უკაცრავად ჩემი ემოცია. ბატონო გივი, ბატონო მოსამართლე, ბატონო ზურაბ, მაგრამ თქვენ როგორც ადვოკატი ფიქრობთ იმ ადამიანის საქმეს უკაცრავად, რომლის გარდაცვალების გარემოებებსაც განიხილავს სასამართლო აქ, ასეა? ქალბატონო მაგდა. ჩემზე უშუალო ზეწოლას ახორციელებდა ადამიანი. ეს კითხვია. ჩიჩუმე ორივე მხარეს მოუწოდებს ჩიჩუმისაკენ. აიცავით წესრიგი. სასამართლო უწყებას პასუხს აგებთ. რელიგიურს ბატონო მოსამართლე. სასჯელ აღსრულების ნომერ 8 დაწესებულებაში მუშაობის დროს. შეხვედრი ხართ თუ არა პატიმარ სერგო თეთრაძეს? დიახ. მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება იყო. მოახსენეთ სასამართლოს იმ ადამიანების სრული შემადგენლობა, ვინც იმ დროს საწამებელ